დაუბრუნდი ქალბატონო ფათმა. ჩემი ბიჭი ჩამოვიდა. ძვირფასო, ჩემო ძვირფასო. საყვარელო, დიდი ხნის წინ ჩამოფრინდი. ამდენი ხანი სად იყავი? ასე მოხდა. გამარჯობა დეი და მელეხეთ. გაგიმარჯოს შვილო. შენ წარმატებას თვალსვადებნებთ. ხოჩახ, ისევ თასი მოიგე. ისევ გავიმარჯვე. ისაუბრეთ. ზემოთ ავალ და გამოვიცვლი. ძალიან დავიღალე. შვილო, რამდენიმე დღის წინ ჩემო სიძემ შენი ცოლი თევზს საშენში ნახა. საწყალი შვილი სამსახურში დაყავს. არ გეცოდება? ასე გიჭირს? გოგოს მუშაობას რატომ აიძულებ? ასე იმიტომ ლაპარაკობ, რომ ჩემს რძალს არ იცნობ. მას ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჯინაზე მუშაობს. არც კი იცი და ნუ ამბობ. ყურადღებას მომაქცევთ. ჩემი შვილის სასაყვანად მოვედი. უკვე გითხარი მის სანახავად სახლში მოდი. სამუდამოდ მიმყავს. როცა მოგინდება მის სანახავად შენ მოდი. რამდენს ბედარ? რას ლაპარაკობ? არ მინდა ჩემი შვილი კალათასავით რესტორნის კუთხეში დატოვა. ნუ ყვირი. ამ ბავშვს ნორმალური სახლი და ნორმალური ცხოვრება ექნება. სამსახურში ბავშვთან ერთად მოდიხარ. ამას არ დაუშვებ. მომიყვანე. წადი აქედან. ვერავისაც ვერ წაიყვან. ილიას ბავშვის სასიძაყვანა არ შეიძლება. არ ჩაერიო მომისმინე, ყველაფერი წესის მიხედვით კეთდება. სასამართლოს მიმართე. თუ საჭიროდ ჩათვლიან, წაიყვან. ბავშვის ძალით საყვანა არ შეიძლება. რა შენი საქმეა? ილიას. ნუ აშინებ. მანქანაში ჩაჯექი და წადი. ბავშვი უნდა დამშვიდეს. მე წავიყვან სახლში. მე დასხედით და დაილაპარაკეთ. ასე არ შეიძლება. კარგი პატარა, მორჩა. მორჩა ჩემო ძვირფასო. ყველაფერი რიგზია. მორჩა. მორჩა, ყველაფერი რიგზია. დამშვიდი საყვარელო. Ne olduğunu anlatmayacak. არ მეტყვი რა მოხდა? Oğluma başkaları babalık yapıyor. უცხო ადამიანი ჩემ შვილს უვლის. Saçma. რა სისულელეა? Kim? ვინ? Herifin tek. ერთი ნაძილი დალა. Asiyeciğim, yerini çek. ასიე, მთელი დღით უნდა დამასხვიო. მე დაუმერს გვინდა რომ მთელი დღე ერთად გავატაროთ. Asiye bu sefer özel. ასიე მგონი რაღაც ჩაიფიქრა. ასე თქვა მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრაო. შეიძლება ცოლობა მთხოვოს. Acaba evlenme teklifi. ასიე ძალიან ნერვიულობ. Ay Asiye çok heyecanlı. დაიმახსოვრე. ვითომ შენთან ვარ რესტორანში? რადგან დიდ ჯგუფს ელოდები. ამიტომ დახმარება მთხოვე. საღამოს ერთად დავბრუნდებით. მეც გვიან მოვალ. დამაჯერებელი რომ იყოს. Ne oluyor sana? ასიე რა დაგემართა? გეუბნები შეიძლება უმერმა ცოლობა მთხოვოს. Kusura bakma. მაბადე. İlyas bugün lokal. დღეს რესტორანში ილიასი მოვიდა. მეჰმეთის წაყვანა სადა. კარგი პატარა. ყველაფერი კარგად არის. Artık ya. არ არსებობს. არ გამატანეს, ჩემი შვილი არ გამატანეს. ხოლ წამოვიყვან. კიდევ ერთი ნაბიჯი? ჩემი შვილია. ასიემ არ გამატანა. მოიცა. წარმოგიდგენია, ასიემ არ გამომატანა. მოიცა. Efendim? გისმენ ჰელინ. Sana mı? შენთან? Ya სალიხას უნდა შევხვედროდი. სადღაც ვარ წასასვლელები. საღამოს შემოგივლე.
კარგი, ისიც წამოიყვანე. ზაღამოს არ გამოვა, არ ვიქნები. სტამბოლში მივდივარ, ბევრი საქმე მაქვს. მუშაობას უნდა შეუდგე. 5 წუთით შემომიარეთ და მერე წახვალ. სკოლის საუბაზე უნდა დაგელაპარაკო, კარგი? კარგი, შევეცდები. რა მოხდა ომერ? ახლა არ მითხრა რომ საქმე გამოგიშნდა. ცოტა ხნით ჰელენს უნდა დაველაპარაკო. აქვეა. სამსახურის თაობაზე უნდა ვილაპარაკოთ. კარგი, საყვარელო, მე მანქანაში ვიქნები. კარგი? ძალიან ლამაზი ხარ. ილიასიც აქ ყოფილა. ომერ, უკვე ერთად ცხოვრობენ? ისევ პარანოია დაგეწყო სალიჰა რა? ისიც ჩემსავით მოიწვია. სისულელეს ნუ ამბობ. ახლა ვეგავარკვევთ. სალიჰა. სალიჰა. ხო, მანქანაში დამელოდე. ამ დილაუთენია ჩხუბს ნუ გამართავ. ილიასი აქ რომ ცხოვრობდეს, რატომ დაგიმალავდი? ხელს რატომ დავაფარებდი? თვითონ განსაჯე. მოგესალმებით. ვიზიარებ შენს მწუხარებას, ჰელენ. ვატყობ უცებ გაგნელებია. რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება. ხომ ასეა? რამდენი თვე გავიდა? 1? ილიასი სად არის? სალიჰა, მან რა გინდა, მოდი აქ. მოგესალმები. დილა მშვიდობის ძვირფასო. შეხედე, სტუმრები გვყავს. მანქანაში დაგელოდები, ომერ. ომერ. წუხარ სალიჰა მესამბავი ასე რომ გაიგო. თუმცა ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა. ხომ ასეა? რაც უნდა იყოს შენი ახლობელია. მაპატიე. ბოდიშ გიხდი დილას ომერმა დარეგა. კაფეში რაღაც პრობლემები ჰქონდა. სალიჰასთან ერთად სადღაც მიდიოდა და გზა შემომიარა. მითხრა 5 წუთით შემოგივლეო და უარი ვეღარ ვუთხარი. მეგონა ჯერ ისევ გეძინა. კარგი. მაინც გაიგებდნენ. რას გაიგებდნენ, ჰელენ? შეიძლება მეც გავიგო. დაივიწყე.